კომპანია მეტაში, რომელსაც ეკუთვნის ინსტაგრამი, ფეისბუქი და ვატსაპი აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეჩერდება პოლიტიკური რეკლამების განთავსების საშუალება სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე, რომელიც ეკუთვნის კომპანია მეტას. ეს გადაწყვეტილება სოციალური ქსელების გიგანტ კომპანიაში მიიღეს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან უკვე სრულად უნდა შევიდეს ძალაში ევროკავშირის კანონი პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის შესახებ. მეტას განცხადების მიხედვით, პოლიტიკური გამჭვირვალობისა და მიზნობრივი რეკლამირების შესახებ კანონი ქმნის მნიშვნელოვან ოპერაციულ გამოწვევებს, სამართლებრივ გაურკვევლობას და ამავდროულად კომპანია მეტას შეფასებით უბრალოდ ტექნიკურად არის შეუძლებელი იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირის ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ აქვს. ევროკავშირის პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მთავარი მიზანი არის, რომ შეებრძოლონ მანიპულაციას ინფორმაციის სოციალურ ქსელებში და ასევე გარე ძალებისგან ჩარევის შესაძლებლობები შეამცირონ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. ევროპული კანონის თანახმად პოლიტიკურ რეკლამას უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობის ნიშანი, სპეციალური მარკირება, ნათლად იყოს მითითებული ძირითადი ინფორმაცია, როგორიცაა სპონსორები, გადახდილი თანხები და მიზნობრივი მეთოდები. მეტა ხაზს უსვამს იმას, რომ 2018 წლიდან სოციალურ ქსელებში მუშაობს ის პროცესი, როდესაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თუ რა დაიხარჯა ამა თუ იმ რეკლამაში. პოლიტიკურ რეკლამაშიც მათ შორის და ვინ გადაიხადა თანხა, ამისათვის არსებობს საჯარო რეკლამების ბიბლიოთეკა, რომლის ნახვა შეუძლია ყველას, იმისათვის რომ რეკლამა განთავსდეს, საჭირო არის სპეციალური ავტორიზაცია, რომლის პროცედურასაც გადიან პარტიები, ორგანიზაციები, თუმცა როგორც მეტაში აღნიშნავენ, ეს არ არის საკმარისი ევროკავშირისთვის და ის დეტალები, რომლის დამატებასაც მოითხოვს ევროკავშირი, უბრალოდ შეუძლებელს ხდის, რომ ტექნოლოგიურად იმუშაოს სოციალურმა ქსელმა კომპანია მეტას შეფასებით, რადგან შესაძლებელი არის ის, რომ ძირითადად მომხმარებლისთვის არარელევანტური რეკლამები გამოჩნდეს ამ ცვლილებების შემდგომ. აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო გასულ წელს კომპანია Google-მა და შეაჩერა ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური რეკლამების განთავსების საშუალება. აღსანიშნავია ის, რომ ეს წესი კომპანია Google-ის და კომპანია მეტასი იმოქმედებს მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.